ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავიხილოთ ძალიან საინტერესო საკითხი, რომელიც შეეხება ორი მნიშვნელოვანი ბლოკის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებას სამხედრო პოლიტიკური ალიანსის ჩვენს რეგიონში, სამხრეთში კერძოდ და ეს ორი ალიანსი ერთი მხრივ გარკვეულწილად აგრძელებს იმ თემას, რაზეც ჩვენ თქვენთან ერთად ვისაუბრეთ. ეს იყო, ესე იგი, საუდის არაბეთისა და პაკისტანის კონკრეტული სამხედრო შეთანხმება, რომლის შეერთებაზეც ასევე აქტიურად საუბრობს და მუშაობს თურქეთი და მეორე მხრივ ეს, რა თქმა უნდა, ასევე უკავშირდება საუდის არაბეთის და გაერთიანებული არაბული საამიროების კონფლიქტს, რომელიც მიმდინარეობდა იემენში, რაზეც ჩვენ თქვენთან ერთად ასევე ვისაუბრეთ და ის, რომ საუდის არაბეთის და საამიროების დაპირისპირება იემენში გამოწვეული არის ისრაელთან საამიროების თანამშრომლობით, ეს უკვე აყალიბებს ერთი მხრივ ალიანსს სწორედ საამიროები ისრაელი და ინდოეთიც ახლა მნიშვნელოვნად აღრმავებს ურთიერთობებს საამიროებთან, ხოლო მანამდე ძალიან სერიოზულად ისედაც ინდოეთსა და ისრაელს შორის ძალიან სერიოზული ურთიერთობები არსებობს, ღრმა და ბევრი მიმართულებით ვითარდება. ასე რომ რეგიონში პრაქტიკულად ყალიბდება სამი ასეთ მოთამაშისგან შემდგარი ორი ბლოკი და ეს არის ინდოეთი, საამიროები, ისრაელი და პაკისტანი, საუდის არაბეთი, თურქეთი. და ჩვენ ახლა თქვენთან ერთად დეტალურად ვისაუბრებთ ამ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არხის განვითარებისთვის და ხელს უწყობს იმას, რომ ახალი ასეთი მიმოხილვები შევქმნა თქვენთვის. ამავდროულად დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ შეტყობინებები და შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. დავიწყოთ თავიდან, საკმაოდ საინტერესო თემაა. ჯერ კიდევ 1971 წელს, ესე იგი, საამიროებმა დაიწყეს ინდოეთთან მნიშვნელოვანი ურთიერთობის განვითარება, ძირითადად სავაჭრო, რადგანაც საკმაოდ ახლოს მდებარეობენ ერთმანეთისგან, თუ პირდაპირ პორტების მეშვეობით კონტაქტს ჩავთვლით და პრინციპში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შეგვიძლია თქვათ, რომ საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო მათ შორის და ეს უკავშირდებოდა ასევე სავაჭრო სოფლის მეურნეობის მიმართულებას, განსაკუთრებით კი დუბაის პორტი აქტიურად ვაჭრობდა ინდოეთთან და ბევრი ინდოელისთვის იმ დროიდანვე გახდა მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი და ასეთი ჰაბი გარკვეულწილად. 2015 წელს შედგა პირველი ვიზიტი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის საამიროებში და ეს იყო პირველი ვიზიტი 34 წლის განმავლობაში, აი რაც დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ მხარეებს. და ამ დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას, ხოლო 2 წლის შემდეგ 2017 წელს უკვე ხელი მოაწერეს ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ამავე პერიოდში უნდა ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა გაფართოვდა და უკვე ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც ჩაატარეს, რომლის მიზანი იყო ერთობლივი ბრძოლა ტერორიზმთან, ენერგეტიკული და საინვესტიციო, ასე ვთქვათ, მიმართულებით ასევე პარტნიორობა. ძალიან საინტერესოა, რომ 2024 წლის ოქტომბერში ვაშინგტონში შედგა 4-მხრივი ინიციატივის ჩამოყალიბება, ეს არის შეერთებული შტატები, ისრაელი, საამიროები, ინდოეთი. ანუ რაზეც წეღან ვისაუბრე, ეს არ არის რაიმე ახალი, მაგრამ ახლა უფრო სხვა დონეზე გადადის და ეს არ არის სამხედრო თანამშრომლობის ფორმატი, თუმცა არის ფინანსური, ასეთი და ეკონომიკური თანამშრომლობის კონკრეტული სივრცე. კერძოდ, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ აქ უსაფრთხოების მიმართულებით, სუფთა ენერგეტიკის და ესე იგი სხვა მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ეს I2U2 ფორმატი, რომელიც ჩამოყალიბდა პირველი ასოების მიხედვით ინდოეთი, ისრაელი, IT-ს ეხება და
საამიროები და შეერთებული შტატები UT იწყება, მათი სახელი ინგლისურად. საბანკო სფეროში თანამშრომლობა განიხილეს წყლის რესურსების მიმართულებით, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კოსმოსის, ესე იგი, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით და პირველი მაგალითი მათი თანამშრომლობის ჩამოყალიბდა უკვე 2000, ესე იგი, 25 წლისთვის დაახლოებით, სადაც შექმნეს ჰიბრიდული ქარის და მზის ელექტროსადგური ინდოეთში, შტატ გუჯარატში და ინდოეთში ასევე ცდილობენ შექმნან სოფლის მეურნეობის კლასტერები, მაღალტექნოლოგიური სივრცეები ისრაელის და საამიროების ტექნოლოგიების გამოყენებით. რატომ? იმიტომ რომ ისრაელშიც და საამიროებშიც ძალიან ჭირს, ანუ იცით იქ მიწა იმდენად ცუდია, საამიროებში პრაქტიკულად არ არის და ისრაელშიც რთულია იქ მოსავლის მოყვანა, მაღალი ტექნოლოგიები გამოიყენება და ამ მიზნით გააჩნიათ ძალიან სერიოზული ცოდნა ამ მაღალ ტექნოლოგიებში, რომლის ესე იგი გამოყენება ძალიან მარტივი და შესაძლებელი არის სწორედ ინდოეთში, სადაც დიდი მოსახლეობა 1.4 მილიარდი დაახლოებით და სჭირდებათ ბევრი სოფლის მეურნეობის რესურსი ცხადია. და ეს ძალიან ლოგიკურია ასევე. გარდა ამისა, ეხლა უკვე უნდა გადავიდე იმ სიახლეზე, რომლის გამოც ეს ამ ანალიზის ჩაწერა გადავწყვიტე და ეს უკავშირდება ახლა 19 იანვარს 2026 წლის საამიროების პრეზიდენტის მუჰამედ ბინ ზეიდ ალ ნახაიანის ვიზიტს ინდოეთში. კერძოდ ნახაიანმა იქ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ წერილი გადასცა თავდაცვის სფეროში, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას თავდაცვის წარმოების ერთობლივ კვლევებს თავდაცვითი მიმართულებით, კიბერუსაფრთხოებას, კადრების გაცვლას და ტერორიზმთან ბრძოლას. ინდოეთმა პრინციპში აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთობლივი ალიანსის ჩამოყალიბება, ანუ პირობითად რაც პაკისტანს და საუდის არაბეთს გააჩნია, მასეთი ფორმატი ამას არ ექნება და ეს წინასწარ უკვე გაცხადდა. გარდა ამისა, ენერგეტიკული თანამშრომლობა მხარეების მნიშვნელოვანი ნაწილი არის ზოგადი პარტნიორობის 3 მილიარდის შეთანხმდნენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება გემების მეშვეობით, ხოლო მთლიანი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა მიზანი აქვს, რომ 2032 წლისთვის 200 მილიარდ დოლარამდე გაზარდონ. რაც შეეხება ასევე სხვა მიმართულებებს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აქტიურად ატომური ბირთვული სადგურების მიმართულებით. კერძოდ, ინდოეთს გააჩნია ამ მიმართულებით გამოცდილება, იცით რომ ბირთვული იარაღიც გააჩნია ინდოეთს და პრაქტიკულად ბირთვულ სფეროშიც გადაწყვიტეს, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ფაქტია. ხო, ამის მიზეზებს რაც უკავშირდება, პრინციპში სიახლე არ არის, შეგიძლიათ არხზე წახვიდეთ და იხილოთ, აქვე აღნიშნულიც იქნება პაკისტანის და საუდის არაბეთის დაახლოება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საუდის არაბეთი და პაკისტანი თანამშრომლობენ იმ საკითხებში, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ თქვენთან ერთად, ანუ უსაფრთხოების პრიზმიდან გამომდინარე და იქედან გამომდინარე, რომ საამიროები და საუდის არაბეთი მეტოქეები არიან გარკვეულწილად, პრაქტიკულად საკმაოდ ლოგიკური არის ახლა ის მდგომარეობა, რომ ინდოეთს სურს დააბალანსოს ეს გავლენა პაკისტანის და ასევე საამიროებს სურთ შეერთებული შტატების შუამავლობით გარკვეულწილად ინდოეთთან ასევე ურთიერთობების გაღრმავება. შეთანხმება ამ მომენტისთვის მოიცავს ერთობლივ პატრულირებას ინდოეთის ოკეანეში, რაც ძალიან სერიოზულ საჭიროებას წარმოადგენს, მათ შორის კონკრეტულად საამიროებისთვის, ვისი ეკონომიკის პრაქტიკულად მთლიანი ნაწილი გადის სწორედ ინდოეთის ოკეანეში. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ეს გულისხმობს ასევე ერთობლივ თანამშრომლობას რაკეტების წარმოების, სხვადასხვა ბალისტიკურ რაკეტებზეა საუბარი და უპილოტო საფრენი აპარატების მიმართულებით. ინდოეთს კი გააჩნია ინტერესი იმისა, რომ მოხდეს ასეთი ფინანსური, ესე იგი, ინვესტიციები ამ მიმართულებით, ანუ ამ სფეროში, რადგანაც ინდოეთს ყველაზე მეტად სწორედ ფინანსური მიმართულებისკენ აქვს
ინტერესი პრინციპში რაც საკმაოდ ბუნებრივია. გარდა ამისა, ეკონომიკურად უნდა ვთქვათ, რომ საამიროები რჩებიან მნიშვნელოვნად პარტნიორად, რადგანაც ინდოეთს ძალიან ჭირდება ენერგომატარებლები, ნავთობი, გაზი, ნავთობის პროდუქტები, ბენზინი და ასე შემდეგ. ინდური ეკონომიკა არის უზარმაზარი სიდიდის თვითონ ეკონომიკაც და მათ შორის მოსახლეობაც, რაზეც წეგან საუბრობდით. და აქ არის, რა თქმა უნდა, ასევე პოლიტიკური მდგენელი, რადგანაც პრინციპში საამიროების და საუდის არაბეთის დაპირისპირება არ შემოიფარგლება მხოლოდ იემენით და ბოლო პერიოდში ჩვენ ასევე ხედავთ, რომ OPEC პლუსის მიმართულებითაც აქვს საკმაოდ ბევრი უთანხმოება მხარეებს. უნდა შეგახსენოთ, რომ 2025 წლის 17 სექტემბერს საუდის არაბეთმა და პაკისტანმა დადეს შეთანხმება სტრატეგიული ერთობლივი თავდაცვის შესახებ, რომელიც ნატოს მეხუთე მუხლს იმეორებს და რეალურად იქ არის დაახლოებით 8-10,000 სამხედრო პაკისტანელი საუდის არაბეთში, რომლებიც მათ ეხმარებიან სამხედრო მიმართულების განვითარებაში. გარდა ამისა, საუბარია ასევე იმაზე, რომ პაკისტანის ბირთვული იარაღის ეს უსაფრთხოების ქოლგა გარკვეულწილად ეხლა ვრცელდება ასევე საუდის არაბეთზეც და ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი შეწუხება, შეშფოთება სწორედ საამიროების მხრიდან და აქედან გამომდინარე ინტერესი თანამშრომლობის სწორედ ინდოეთთან, რომელიც ასევე პაკისტანის ალტერნატიული მოწინააღმდეგე არის ასევე ბირთვული იარაღით. თურქეთის მდგენელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საუბრები აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ თქვენთან ერთად ესეც განვიხილეთ, რომ თურქეთს სურს შეუერთდეს ამ ახალ შეთანხმებას და ჰაკან ფიდალმა პრინციპში მაგის შემდეგ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ მიმართულებით, თუმცა ჯერ არანაირი ასეთი კონკრეტული შეთანხმება დადებული არ არის და პრაქტიკულად ეს პრინციპში ნიშნავს იმას, რომ ანკარა ცდილობს ადგილობრივ დონეზე ასევე ჩაერთოს გარკვეულ აი ამ ალიანსებში და რა თქმა უნდა ერთობლივად თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი იქნებოდნენ საკმაოდ ძლიერი მოთამაშე და შესაბამისად კონკრეტულად ისლამური ნატოს ჩამოყალიბების მიმართულებით გაერთიანებულ არაბულ საამიროებს იმედი არ აქვთ, რომ მათ მიიღებენ ამ ისლამურ ნატოში. რატომ? აბრაამის ხელშეკრულების ნაწილი არის საამიროები. ანუ ისრაელთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ისრაელთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები ახლა ჩამოყალიბებული, მოკავშირეები არიან, კერძოდ ისრაელი აწვდის მათ საამიროებს პირდაპირ იარაღს, ვაჭრობენ ძალიან აქტიურად და ასე შემდეგ, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობენ და აქედან გამომდინარე პრინციპში შეიძლება რიგ ქვეყანაში ისლამურში აღიქვებოდეს გარკვეულწილად საამიროები როგორც ბრჭყალებში მოღალატე, რადგანაც ისრაელთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქვს. გარდა ამისა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ისრაელ-ინდოეთის თანამშრომლობაც არის ძალიან ფართო, კერძოდ ბარაკ 8 მაგალითად რაკეტები ერთობლივი წარმოების არის საერთოდ, ისევე როგორც ისრაელს აწვდის ინდოეთი, ესე იგი ისრაელისგან ყიდულობს ჰერონის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს და კიდევ რამდენიმე ტიპის, ხო ძალიან სიღრმისეულად არ წავიდე ამ საკითხში. სწორედ ამიტომ ასეთი ფორმატის ჩამოყალიბება გარკვეულწილად აშკარად ქმნის თანამშრომლობის აი ამ გარკვეულ ორ ცალკე ბლოკს. ასევე შეგახსენებთ და ჩვენ თქვენთან ერთად ამაზეც ვისაუბრეთ ძალიან დეტალურად და აქტიურად, რომ ისრაელი, კვიპროსი და საბერძნეთი ასევე ქმნიან თანამშრომლობის ფორმატს აქ განსაკუთრებულს ერთმანეთს შორის და აქედან გამომდინარე ჩვენ ხედავთ, რომ ერთი ალიანსი კონკრეტულად უკავშირდება თურქეთის დაბალანსებას, ეს არის ისრაელს, კვიპროსის, საბერძნეთის ალიანსი, თურქეთ-ისრაელის მიმართულება არის ეს. მეორე მიმართულება აქვე ეს მოიცავს თურქეთ-ისრაელის მიმართულება სირიაში და კერძოდ ამის მაგალითი არის დრუზების საკითხი, რომელიც ასევე რამდენიმე დღის წინ თქვენთან ერთად ჩვენ დეტალურად განვიხილეთ აქვე ჩვენს არხზე და მორიგი მნიშვნელოვანი საკითხი არის საუდის არაბეთის და საამიროების დაპირისპირება
იემენში, სადაც ასევე საუდის არაბეთს თურქეთი უჭერს მხარს და საამიროებს ისრაელი და ეს კიდე ცალკე თემა არის და ამაზეც ვისაუბრეთ თქვენთან ერთად აქ არხზე. და ამავე კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირება და ეს ორივე მხარე ჩნდება როგორც გარკვეული ასევე ორი კონკრეტული მხარე ამ პროცესშიც და ჩვენ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ეს პროცესები აქტიურად ამ პროცესებს დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ